სროლა იარაღიდან რუსული ეგრეთ წოდებული ქურდული სიმღერის ფონზე ვიდეოში, რომელიც თავად სუფრაზე მყოფებმა გაავრცელეს, ჩანს, რომ გამას მებრძოლი ნიკოლოზ ქრეიზი ბოკელავაძე იარაღიდან ჰაერში ისვრის. მისი ძმა თეიმურაზ ბოკელავაძე თბილისის მერობის კანდიდატი იყო. დაიწყო თუ არა საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა, მთავარი პასუხს უწყებისგან ელოდება. თბილისში ძიძამ 1 წლამდე ბავშვზე იძალა და ფაქტის ამსახველი კადრები სახლში დამონტაჟებულმა კამერამ დააფიქსირა. 63 წლის ბრალდებულს 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გარიბაშვილის ადვოკატის თქმით, ძვირადღირებული ნივთები, ნაკეთობები და ოქროს ზოდები, რომელიც საზოგადოებამ სუსის გავრცელებულ კადრებში ნახა, ექს-პრემიერის და მისი ოჯახის საკუთრება არაა. ამირან გიგუაშვილი ამბობს, რომ ყველა ნივთი ორგზის პრემიერ-მინისტრის საქმესთან დაკავშირებული სხვა პირების სახლებიდან ამოიღეს. საქართველოში საუბრობენ ზელენსკის გეგმაზე, რომელიც რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული კრემლის პროპაგანდისტული მედია პაპუაშვილის გუშინდელ განცხადებას იმოწმებს და წერს, რომ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყანაში სიტუაციის ასარევად ჩამოიყვანა. სკოლის მოსწავლეებმა სლოვაკეთის პრორუს პრემიერ-მინისტრს რობერტ ფიცოს სიტყვა შეაწყვეტინეს და უკრაინის დროშა გაშალეს. ფიცო ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გაწეულ სამხედრო დახმარებას აკრიტიკებდა.